ტატოსთან ბოდიში, მაგრამ კოტე მახარაძემდე ტატო ვერ მიდის. რა ბორო აი ისე რა გველურა იქნება იცი. ბევრი უშუქობის დედა ხარ შემილია. არა, საერთოდ ამათი დედა. ხო, ეს ამათი ეხლა ვინ არის მინდა გაარკვი. და მე იას ბრძოლაზე შეიძლება თქვა. კი, მე აუმარჯოს მაყურებელს დღეს ჩვენ მოვილხენთ და მეცაც გეტყვით დავლევთ ლადო ნაცვლიშვილთან ერთად. ლადო, მადლობა რომ გვესტუმრე. გაგიმარჯოს, გაგიმარჯოს, კარგად ვიყო. გაიხარე. მაყურებელთან ერთად. ეს პირველი ყუბი აუცილებელია გადაცემის დაწყებამდე და პირდაპირ კითხავ ზედმეტი იმის გარეშე. მერაბა იანს ხო ჩაპდავს ეხლა შეხვედრაზე. რა უნდა ქნას. სხვა გზა არ არის, ხო? რაღაცა ისინი არის, ხო, მაგ თემაზე რაღაცა თითქოს იანს არ უნდაო თუ ექიმებთან დარბის და გონდიში მერაბა იანს ხო ჩაპდავს. რაღაცა ეგ ამბები მიდის, ხო, რაღაცა. ჩაინიშნა უკვე. ჩაინიშნა? მე სუცეცხელი ამბავი. აცდე. უი დედა. ისე აბსტარი ყავთ, რომ დღეს დილით დაიდო ოფიციალურად. უი, მართლა რა სამბობ. ხო, მაგრამ რამოდენიმე დღე მიდის ბაზარი და რამოდენიმე დღე მიდიოდა ბაზარი, ხო, ნუ, მაგრამ ეგრე ხეც მიდის ხოლმე ბაზარი, მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ მიდის ხოლმე, იმიტომ რომ ზოგჯერ მიდის ხოლმე და ხდება, ზოგჯერ მიდის ხოლმე და არ ხდება, ზოგჯერ მიდის ხოლმე და სხვანაირად ხდება და მოკლედ მაგით ვერ გასჭი რა რომ მიდის ბაზარი. არა, ეხლა რო ჩაინიშნა ეგეც ისეთი თემა არა, ეს არა, რო ჩაინიშნა ეს ნუ ძალიან ნაკლებ სავარაუდო არ მოხდეს რა. ხო და ბოლო ნიუსი რაც გავიგე, ალბათ ერთი თვის წინ იყო თუ შეიძლება ცოტა ნაკლების წინ რომ იანს კონდა რაღაცა ექიმებთან დავრბივარო თუ რაღაცეებიო და ჩანიშნა. ცოტა წინა ის არის. უფრო ძველია. მოკლედ მან სავარაუდოდ ყოველთვის სავარაუდოდ ასე მგონია რა. მგონია რა დათისხმები რომ იანი მაქსიმალურად წელავდაო. დიდად შეიძლება არც არ ვიცი ხა მაგის გუდი იანის მაგირად მე როგორ ვიტყვი მაგრამ ნუ შეიძლება მართლა არ უნდა და ან რაღაცა ჯერ არ უნდა და ან რაღაცა. მაგრამ ყოველ შემთხვევაში მიდიოდა რა მაგაზე ლაპარაკი რომ მაგრამ ეთქვა ვერაც და ან თვითონაც შეიძლება მართლა არ იყო წინააღმდეგი მაგრამ რაღაც დრო უნდა და რაღაც ტკიოდა შეიძლება მოკლედ არ ვიცი მაგრამ ჩაინიშნა აბუდაბიში ოღონდ აბუდაბიში იანსნი რა ძალიან ხშირად ამბობდა რომ მე ორივეჯერ შევხვდი მის მოედანზეო და ეხა მინდაო ოდიანსო და მოსკოვში შეხვედრა ხო მოსკოვში რატომღაც რომ მოუნდეს მე რა მოსკოვში საერთოდ მოსკოვში საერთოდ რამდენად შეიძლება ჩატარდეს ამ ვითარებაში UFC ივენთი ეგ ცალკე თემაა. იანს შეიძლება ძალიან უნდა, მაგრამ ნუ შეიძლება დიდი ფული დაწეროს და იმას დიდ ფულს ყველგან UFC-ს აწყობდეს, მაგრამ ნუ დიდ ფულს ყველგან დაწერს. არა, დაწეროს მიგულისხმობ იმას მაგადაიხადონ ძალიან დიდი ფული თვითონ რუსებმა ხო არ უჭირთ. რა უნდა გადაიხადო რა არ უჭირთ დედა. აი გენაცვალე, აი ეგ მინდოდა, ეგ მინდოდა. რა მაგათ თუ არ უჭირთ არ ვიცი. კი. ბენზინი რა წყალი ყარს და რაღაცები. აუ ის რა მაგარი იყო დახეთის რა. მოკლედ ტუმენი და იმ რაიონში რა. მოკლედ რაღაცა მოვიდეთ ხა არ ვიცი დეტალები რა ჩაეღვარათ, რა გადაეღვარათ, რა გაუფუჭეთ და მოკლედ წყალს აქვს სუნი. თან ის კანალიზაციის რომატები რო აქვსო, კი. ხო და რასი გიჟე ქვეყანა. აი რა შეიძლება მთავრობამ ამ დროს აი შეეხარ მერი. ხო. და ნუ თან როგორ ბანაობითაც ვერ ბანაობს ხალხი რა და ისე ყარს ხო და ისე კი არა ოდნავს ყარს აი რა შეიძლება თქვა ნუ აი ვიპოვით პრობლემას და უახლოეს მომავალში მოვაგვარებთ რაღაცა ეგეთი მაგაზე უარესი რა შეიძლება მე უკეთესი ვარ სამი დიდი ხანი მოვშდო ანკანები და მიეჩვევით და გაიგეს უარესი აი ხო მაგას ხო სადეთ სუნთქვა შეიკავეთ სანამ ბანაობთ უარესი აი მართლა უარესი ახლა მაგიტო გითხარი ეგეთ უარეს თქვენ ჩვენ მოიფიქრე რა სიგიჟე ხალხია რა თქვა ის ტიპი გამოდის ქალი თან და ან ისეთი რაღაცა მაგამ ბავშვი ეთქობა სისუფთავის თუ რა მაგ კაი ვარიანტია მეც ეგრე მაქვს იყო არა ეგეც მაგაზე ვერ გაარკვეს წარმოიდგინე აი უფრო უარესი ქალი გამოვიდა და შევა მოწმეთო წყალიო და მშვენიერი არ მოიჯამწოდები საჭირო კანალიზაცია ბოდიში ბოხუი და იგივე შევა მოწმეთო ქალი ამბობს ის არ არისო ბავნეო და აგე ნახეთო რატონეზე მივიდა ხო ის მაინც ეთქვა მართლა შენ დასწრებო რაღაცა ვიპოვეთ ან შენ რაღაცა მივიდა მაგაისხალი რაღაც ეგეთი რა სათან ყარს და მე დაჟე როგორ არის დასალებზე ხო არ არის საუბარი დალიონ და
თავსი ბანდა ხალი და ისე ფილტრავდა ისე თავს ვიყო ხოლმე ხარ ეს ხალი გამოდის და გავსინჯეთო მიკრობიოლოგიურათო და არ არის მავნე დალიეთო მე ეხლა შემოვიდა ვიდეო სადღაც იყო რომელიღაც ქალაქი არ ვიცი პუტინი იყო ჩასული რა დადის ხოლმე ეს ქალაქებში როგორც აღმოჩნდა და ბენზინის ფასმა დაიკლო ეგრევე რა ქალაქში ოდი მორი დღით როცა პუტინი იყო ჩასული და როგორც კი წავიდა ქალაქიდან ისევ იგივეზე აიწია იგივეზე უფრო მაგრა აიწევდა რომ ის უნდა ამოქაჩოს რა ის კომპენსაცია უნდა გააკეთოს ის ორი დღე იმ ორი დღისა რაღაცა უნდა რას მიხდება ჩვენთანაც არის ეგრე რაღაცეები რა როგორ არა ჩვენთან ხდება რავი ახლა მაგალითად მსგავსი ახლა ზესტაფონში არ მომხდარა როგორ ნებისმიერი მთავრობის დროს რა ანუ ადრე იყო და რომელ ქუჩაზეც რომელიმე სამთავრობო პირი მიდიოდა ის ქუჩები ლამაზდებოდა ხოლმე მახსოვს და ეს იყო ეხლაც რა ეხა ძირითადად რომელიმე სამთავრობო პირი რომელიმე სოფელ შენიშნულის და მარშრუტკები არის ხოლმე შენიშნული ძალიან დიდი დოზით 90-იანი წლები გახსოვს ხალხი დაკვდეს მე ნაკლებად ისე კარგად არა ხო 90-იანი წლებში იყო ძალიან ჩვეულებრივი მოი არჩევნები რომ მოახლოვდებოდა ხო სულ რობნელოდა 90-იანი შუქი მოდიოდა ორი შუქი არ მიდიოდა ბოლოს ორი თვე რაღაცა შუქი არ მიდის და დაგვავიწყდა რომ შუქი მიდის ხოლმე და ესე უკვე კარგია ბიულეტენი ჩააგდე თუ არა ეგრევე ჩაბნელდა ყველაფერი ბიულეტენი ჩაგდია რა მე მახსოვს აი რა პერიოდია იცი ისე რომ მოქალაქეთა კავშირი რომ გიხაროდენ გამოვიდა კლიპი რაღაცა ესე მოქალაქეთა კავშირის ბედნიერი სახეები ყველა რომ ბედნიერია კლიპში და გადასარევად არის ყველაფერი უბედნიერეს ხალხი ვართ და ხალხსაც დაავიწყდა შუქი სულ არის და შუქიც არის წყარზე ყველაფერია ეს ორი თვე და უბრალოდ აი რა როგორ ვიგინე მე ხო შეიძლება ნამუსი კონდეს ხო შეიძლება ერთი კვირა კიდე დატოვა მოიგე ხო თან არჩევნები რა მოიგე მოდი რა ერთი კვირა კიდე რა ამნისტია და ბიჭო დილის 8 საათიდან შუქი აღარ იყო საერთოდ და თან უფრო აღარ იყო ვიდრე ხო და იყო 6-ზე მოდიოდა და ის რაღაცა პერიოდი წეღა რო გითხარი რომ ამოხაჩონ რა ის და დახარჯეს რაღაცა პერიოდი საერთოდ ჩაბნელებს საერთოდ მოდიოდა თქვენი დედა და გიხაროდენ და თქვენი შაგრობა გენიალური მომენტია ეხა ბოლო პერიოდი აქტუალური გახდა უკვე საქართველოში შუქობა ხო რა აი ბიჭო მე მგონი გვაჩვენე შეიძლება ნელ-ნელა ნელ-ნელა რა ეხლა იმიტომ რომ ეხლა გადაობა თელ საქართველოში ჩაქრა ერთი თელ საერთოდ ყველგან აი გადავამოწმეთ ხო გადამოწმება უნდა ხა ყველა Facebook-ი რო არის და ის არის მით უმეტეს ახლა ხო ადრე 90-იანებში არ იყო და უნდა დაგერეკა რომ გაიგო მე არის თუ ყველგან იწერება და პოსტავს ყველა შუქი წავიდა ყველა რეგიონიდან წავიდა შუქი და ნუ აი ხო რაღაც მოხდა ერთხელ ხდება ხო მე დავშე ხდება ერთ კვირაში არ მოხდა თუ რაღაცა კი ერთ კვირაში მოხდა და მე უკვე ერთ-ორ კვირაში პირველად რომ მოხდა ძალიან ის იყო რომ ძალიან ბევრს ვკითხე მე და ტელეფონები რო გაითიშა ხო და ეხლა მომისმინეთ თქვენ და მაყურებელს აი ბევრი ხალხი გიყურე სიგნალი და ეს ბევრი ხალხი გიყურე ხალხი მართლა დამიჯერეთ რა იმიტომ კი არა რომ ხვიარი იმიტომ გამოცდილი ისე ნუ გაატარე დედის ზორე და ის მოდეს საქართველოს შემოაგდეს აბარასიზა მე ბატარა იჭაისგანე არა არა უშავს ლუდი დავლიო წავიდეთ რა შუქი არ არის მოდი სადმე სხვაგან დავლიოთ ეს ის უკვე შეეგუე ეგ შუქი არ არის შენ მიიღე ეს რეალობა და ამ რეალობაში მოდი გადაწყვეტ ლუდი დალიოთ ხო მიგედა მე ვერსო იმიტომ რომ მიდი ხა აი მაგას მიაწე ხმელი არ მუშაობს მაგას მიაწე რომ დედა იგინეთ უნდა ისმო ეგრევე მთელ საქართველოში ერთდროულად უნდა ისმო გინება არ შეიძლება კონკრეტულად ვიღაცას რო აგინებდა ნუ შენ ისე ცოტა ისე გაურკვევდა და ბევრი უშუქობის დედა ხარ შემილია არა საერთოდ ამათი დედა ხო ეს ამათი ეხლა ვინ არის მინდა გაარკვე და მე სასამართლოში რომ მიდიხარ და ის რო გეუბნება რომ არა მე მაგინა გაცო რა თან გეფიცები მე მაგინა მე ვარ ამათი მე ვარ მე ვიმსახურებდი მე მაგინა უეჭველი 1000%. მე ვიყავი საგინებელი სხვა დაკო აგინებდი. ისე კომენტატორების დროს ხო რკონია შემთხვევა რომ წასულიყო. მაშინ არ ვიყავი კომენტატორი. მე ხო ისეთი კომენტატორი ვარ. მოულოდნელად რო აღმოჩნდა რა. ჯერ სადნო მე კომენტატორი. საერთოდ სად იყო? რაში კომენტატორები რო სად იყო? რა ვიცი, აბა მე რა ვიცი. კომენტარი მე არ ვიცი. 2006-ში დავბრუნდი საკუთარ. მე კომენტატორი დავიწყე 2018-ში, ხო? სუმოზე. სუმოთი როგორ დავიწყე? იცი სუმო უნდა გაეშვათ რა და. მე 2019-ში არა, არის ცოტა ის სუმო იცოდა, ერთი იცოდნენ რომ მე ვიცოდი რა და დამიძახეს და მე და ურუშაძემ წავიყვანე. ხო ბუთას და მე შემოგვიერთა დაბალ-ლიგებზე, ხო და. აუ სუმო რა მაგარი სპორტია. წავიყვანეთ და რაღაცა კარგად გამოვიდა წაყვანა ხალხმა ურა, კარგად მიყავთ რა და წავიდა და მე როგორც ვინას ხელებს ამბობს სწორად ვიღაცაო, ხო რაღაცა ეგეთი იყო. ბატო სახელებს არა, გილეთებს და უყურებდი ხოლმე, ხომ არა, ამას გევასებოდა. კი. ხო მე მყავდა ერთი გუნდელი ფეხბურთს თამაშობთ ერთად, ეგრე აი
ისეთ რაღაცებს ამბობდა ხოლმე, რომ სხვა ენაზე ლაპარაკობს მეთქი აი. ჩემი აღზრდილი იყო ეთყობა. თავს დავდე. რა კი ეგრე ამბობა ეს რაღაცა, ჩემი აღზრდილი. არა, ძალიან იხოს. აღზრდილი ნუ მე მევასება ის რა ქვია. სუმა? ბიჭო, ხო რაღაცას უყურე ხო кайფობ ხოლმე. რა მაგარი სპორტია დედა. ისე არა ეხა რო აუ. ეხა რა არის ის სუმო ბექონია რომ სუმო ბექონია რომ უნდა იყო აუცილებლად სუქანი. იდეაში მაგ იდეაში მაგ სპორტის აზრი ეგ არ არის. უყურე, რა არის ის ხალხმა. ეხა ძიუდო ან თავისუფალ ჭიდაობა, ან კლასიკურ ჭიდაობა ხო არის ასევე ჭიდაობის და ბრძოლის სახეობები. ნებისმიერ მაგათგანში რომ გააუქმო წონის კატეგორიები. წონით კატეგორია აბსოლუტურია და რამხელაც იყავი, ყველა შედით და ერთმანეთს ეჭიდავით. ახლა დავარ ერთ წელიწადში შეიძლება უფრო მალე ის არის ცოტა გვიან. მან იქნება ზოგადად იგივე სიტუაცია. ანუ იმიტომ რომ ცოტა ხანში დაინახავს ყველა რომ ახლა მე რო 60 კილო ვარ და ის რო 120 კილო ვარ, ნუ შანს 10-დან 1 მოუგო რა და უკვე მე ყველა სიტუაცია იყოს დიდი მასა კონდეს. უბრალოდ მან სუმოს იმიტოა ესე და ეგეთი სპორტი იმიტოა რომ სპეციფიკაა სპორტის. იმიტომ რომ არ არის წონით კატეგორიები, აბსოლუტურია მარტო. არ არის არც ზედაზღვარი და არც ქვედაზღვარი და იმარჯვებთ პირველ იმებში რომ ნახო დივიზიონებში რა დივიზიონებში რა ლიგებია ჩვენებურად ლიგა ხო დაბალი ლიგა და რითიც იქ ყველაზე დაბალი არის ჯონოკუჩი ჯონი დანი პოდიშვილი თუ ჯონოკუჩა დავავიზავ ჯონოკუჩი ჯონი დანი სანდამე მაკუში და ჯურო და ის ხო ქვემოდან რო იწყება იქ უმეტესობა მით უმეტესთან ახალი მისულები არიან არის თხელი გამხდრები ყველა და ზოგი ატლეტურები და ისეთი მე და გუნდიში არა თქვენზე გამხდრები და ის დაჟე ის ხო ავიდეთ მომავალი ამერიკული 110 კილო იყო მახსოვს ამერიკელი არ იყო ის იყო ჩეხი თუ ჩეხი მაგატანზე რო იყო 110 კილო იყო მაგტო ამბობ რა იხა ხვალ სუმო შემოიყო წონით დივიზიონები შეულებათ ეგეთი დაბალ წონებში ეგეთი ტიპები იქნებიან აუ ეს იყო მაგ ეს არის ჩიონოფუჯი ეს არის ლეგენდა ეძახი შეიძლება ამ სუქა ეს ხოიცი ამის ისტორია ეს ვერ სუქდებოდა. ძალიან უნდა სუმოისტობა. ფიზიკურად ვერ სუქდებოდა რა, გენეტიკურად ეგეთი ტიპი იყო და აი ეს სულ რაც გახდა საბაგს ხო ძალიან არც გასუქებოდა 124 კილო იყო მაქსიმუმი წონა, მაგის რაც დააფიქსირა. ოღონდ იქიდან გამომდინარე რომ ცხიმს ვერ კედა სუკუნთი იყო, ერკინა იყო სულ რა ტიპი რა. ხო, არა, ეთყობა იმენა ის არის, შვარცნეგერი ახალგაზრდობაში. ხო და ეს იყო პირველი ლეგენდა რა, ჩიონოფუჯი ეს სამართლას ასწავლთან ძალიან ლამაზი იყო, ეს იმ მოგვერდებით და იმეებით. უფრო გაყვანაზე კი არ იყო, უფრო იმაზე რა, სიჩქარეზე და რაღაცა. 31 აქვს ამას. როგორც ლაიკი 31 ჩემპიონობა რა 31 ო ლაიკი სასწრაფოდ ჰაკუხო მოიყვანა ჰაკუხო და იმას ბევრი აქვს რაღაცა არსებობს ხო და რა მაინტერესებს თუ ის აი ეს ვერ მომუღამებდი ეს საჩუქრების ამბავი რო აქვთ რა საჩუქრები ბოლოს რო გადასცემს იმა ბოლოს რო თევზი ბრინჯი ეგ გეტყვი რა ეგ არის ნუ ეგ მოკლედ ზურგის საფხანი და რაღაცა ეს ხო რეალურად შუა საუკუნეებიდან მოდის და აქ ძალიან ბევრი რამე შუა საუკუნეებისა დატოვეს ნუ ტრადიციის ამბავში და ტრადიცია რო იყოს და ეგეც იყო ტრადიცია რა ადრე შუა საუკუნეებში მაშინ ხა იმას რა საჩუქრებდნენ მანქანა არ იყო და ის არ იყო ხო ლოგიკურია ეგ უნდა ეჩვით ან ხა იაპონიაში ხა არ იყო რა როგორც ხა ძალიან დიდარი ქვეყანა და იქ საკმაოდ გაჭირებული ქვეყანა იყო და ну ეგ იყო რა მაგარი პრეზიდენტი ბრინჯი ბევრი თევზი ბევრი რაღაცა და ну ეს დატოვეს რა და ოღონდ ეხა როგორ ეხა მართლა ჩუქნიან ოღონდ როგორ ჩუქნიან ისე კი არ მიაქვს მართლა სახში და ისა დაუჩათ წლის განმავლობაში იმის ჰეიას ჰეია ქვია კლუბს იგივე ეს კომპანია რომელმაც ეს დააწესა და თან რეკლამა ამ კომპანიის რაღაცა სიტყვაზე არ ვიცი რომელიმე კომპანია ვაკის ზეხვეულის სოფსისის კომპანიამ რომ აიღო თავის თავზე იმიდან გამომდინარე შენ რომ მოიგე შენ ვითომ რა ქვია რომ შენ გაჩუქა მაგრამ შენ კლუბს მოამარაგებს აი ამდენი 100 თუ რამდენი ტონა ხორცი თქო ერთ ბაშად შეიძლება არ მოგიდა გაგიფშტება ხო სიტყვაზე მოამარაგებით მე და დაუჭდა გამარაგებს შენ სკოლას 6 თვე სიტყვაზე რამდენიც გამოვა რა ის მაგრამ ფულადი პრიზებიც შეუძლებლად არის ხო როგორც ვიცი ანუ ფულადი პრიზი როგორ არის თუმცა თუმცა ეს ისეთი მდიდარი სპორტი არ არის რას გულისხმობ იცი იმდენად დიდრები არ არიან სპორტსმენები როგორც დაუშვათ სხვა სპორტებში რომ ეს არის ჩაკეტილია იმდენად პოპულარული არ არის ცნობადი სხვა ჩათამეთ ბრალია თორე ერთი პერიოდი ძალიან პოპულარული გახდა 90-იან წლებში აი ეს აკებონო და ისინი რომ წამოვიდნენ ამერიკელები ხავალები და ხდები ეს რა მიხედვის მიხედვით აქვს ხოლმე ზოგადად რაღაცას და ნიშნავდეს ზოგი სხვადასხვა არ იმასშვება მან როგორ არის ნახე უმეტესობას მოკლედ იაპონელების ყველა სახელი ისეც რაღაცას ნიშნავს აი ჩვენაირად არ არის რა რომ სახელი მართლა რაღაცა იეროგლიფი რაღაცას ნიშნავს რა ხო და
შიკონა, ანუ მეცახე, საბრძოლო სახელი, მეცახელი. უმეტესად შეერჩეული აქვს, მაგრამ თუ დაუჭოთ შენი სახელი ისეაც კაი რამეს ნიშნავს, ხო? იმას ის ხშირად იტოვებს ხოლმე რა. ანუ ის მაგალითად თუ მაგალითად შენ და მებრძოლი რაღაცა დათვი ქვია, ნუ ახლა სუმოში რომ მიდიხარ დაიტოვებ რა, რა გინდა ახლა. თუ ახლა ის ქვია, ის ანეკდოტი იცით? აუ, მაგარი ანეკდოტი გამახსენდა. სახელებზე. გამოვუშვი. ის ველური დასავლეთია რა და ეს კოვბოები, ამერიკელი ჩასულები რა, ბრძვიან ახლა ინდიელებს, ხო? ის პერიოდია რომ ჯერ რომ მიდის ტერიტორიისთვის ბრძოლა და ნუ ინდიელებმა მოუგეს რა, ინდიელებმა. და დაამარცხეს, ახოცეს და სკალპები დააძრეს და მოკლედ და ახლა ეწევიან იმ მშვიდობის იმას, ჩიბურს. ხო და ერთ ბელადი ეწევა პირველ რიგში და ერთი ტიპს ხელს წევს რა და შეიძლება ბელადო რამე ვთქვაო და ეს შეხედავს ბელადი და რომელია? მიდიო თქვიო. და ეს ამ ამერიკელებსო რა უაზრო სახელები აქვთო რა. ასე ჯეკიო, ჯონიო, იქ რაღაც კრისიო, არაფერს არ ნიშნავსო. შეხედე ჩვენ რა მაგარი სახელები გვაქვს. აი შენ მაგალითად იაგუარის კლანჭო ვიღაცას ეუბნება რა. აი შენ მაგალითად მუსტანგის მუხლო რაღაცა და შენ რაღაც პუმის კბილო და ეს ბელადი დაფიქრდება და შენ მართალი ხარ ცხენის პენის. ხო არა ვთქვი რა. აი შეგიძლია არ მოგერიდოს რა კიდევ დავერ. იაგუარის კლანჭი ჯუმად არის მასარიგებს იქ პუმისის ყველა და ეს გამოვიდა სახელი. მაინც და მაინც. ხო და რატო და ინდიელების არ იყოს ამათი სახელები რაღაც ნიშნავს ნები და თუ ეხლა კარგი სახელი გაქვს რომელიც მიესადაგება მებრძოლს ნუ იტოვებდნენ თუ რაღაც ფენიქსი რაღაცა აი მაგ თეთრი ფენიქსი ეს აკუხავ ცნობილი აქედან გამომდინარე გინდა არ გინდა უცხოელებს სახელი უნდა შეერქმიათ იმიტომ რომ უცხოური სახელი ხა ლევან გორგაძე არ ნიშნავს გაიგვიო იაპონურად ამიტომ მაგათ არ ქმევდნენ რა გინდა არ გინდა და ტაკანევას რაღაც ნიშნავს ის რაც ნიშნავს ტოშინოში ტოჩინოში ნიშნავს ტოჩის გულს. მარტივი არის ამ შემთხვევაში საქართველოში რომ თუ შეგეშალა რაღაცა კომენტატორობის დროს მაინც ვერ გაიგებს ვერავინ. ქონია ეგეთი რაღაცა? რა გეთქვა ახლა რო გეთქვა შენ. აი ხა შენ ხო სახელები ჩამოთვალე ვიღაცა. ლომის გულს ნიშნავს ტოჩინოშინიო? კი მეთქი გეთქვა ბაზარი არ არის. არ ყოფილა მართლა სადაშორის. ის კი არა დაჟე როცა ამბობ ხო აი რაღაცას არა ვარ დარწმუნებული და ეგეთი. ხო შემიძლია თქვა და ვინ შეიმოწმებს რა. ხო და მაგითო შეიძლება შეგიმოწმონ რა ახლა დღეს თან როცა გუგლია და რაღაცა მანდაც არ არის 100%. თან არიან ტიპები ჩასაფრებულები და ამიტომ მაგ შემთხვევაში კი ვამბობდი ხოლმე თუ არ მეშლება თუ არ ვსდები რაღაცა რა იმიტომ რომ დღეს ის არ ქონია რომ მიკროფონის გამორთვა დაგვიწყებია ვაიმე კი ოღონდ ისეთი ძალიან სასაცილო სიტუაცია მე არ შემთხვევია უბრალოდ სასაცილო შემთხვევია მაგრამ ისე ძალიან კურიოზულების გამიგია ხა რა არ მოყვები რა იმიტომ რომ ის ხა სხვაზე რატომ მოყვე არა ლაპ თვითონ მოყვეს თუ იგდება არ უნდა რომ მოყვე მაგრამ მე მაგალითად ერთხელ მოგდი ახველებს რა და ნუ თავ ხოლმე რა ხო ხო ტოჩი იაპონურად ცაცხს ნიშნავსო ხო რაღაც ხესაც იფლის ტიპის ხესთან დაკავშირებული იეროგლიფიაო ეგრე წერს ნო ტოჩი ნო რაწერია კავშირიო ის ეგრე ითარგმნება და ნუ გულისული გონება ის ტოჩი რაც არის ხო ასევე ნიშნავს რაღაც ადგილს ეთყობა ბევრი საცხებია იქ ხო და თვითონ ტიპებსაც რო ვეკითხებოდი ზოგი ამ ადგილის გულს ნიშნავსო ამის ისო ზოგი ნუ არ ხის გული აღარ უნდა იყოს და ხო დაახველებოდ მოკლედ არაფერი ისეთი და უბრალოდ გამორთავ და დაახველებ ხო და ერთხელ ისე მოხდა რომ ის იყო გამორთული იყო რა ჩაჭენ და ისე გავდი ვეცე ვის იყო მეწყვილე შეხედა ხალხი მაყურებელი წარმოვიდგენია რომ საათიშული რო არაფერი არ არის მაყურებელი კიდე ისე მაგ თელ კომიკური მას ვერ დაამუღამებდა იმიტომ რომ ჩაახველა კომენტატორმა მე რა მოხდა მაგრამ მე ვიჯო გამორთული მქონდა ჩავრტე ჩავახველე და გამორთე სასაცილო შედარებით ერთი იყო რომ მოკლედ MMA მივყავს რა მებრძოლია ერთი პიტოლო ქვია რა გვარი არის პიტოლო ნუ გასაგებია ხო და რაღაც შევედი რომ მიდის ერთმანეთს თაფის ალეწამენ რაღაცა და პიტალო მეთქი ეს პიტალო რა დღეშია რაღაცა ეგეთი უნდა ოქურია პიტალოს ერთხელ თქვი ერთხელ ხო მე უგო მე დავწეხით მე აი ყველა რა ის ხო ის ძალიან სწორად ის აბა მოკლედ ნუ ხო იცით მე ხო გიყურებიათ რა ნუ და ის სტილოსო წაეცე ერთი რომ დააგდეს მეორე სტილოსო წამოდგეს რა და
წამოვდგა რა ის ვის დააქვთ ამან და ხა უნდა მინდოდა მე თქვა რომ წამოვდგა გამიგე და აუდგა მე და ნუ თან ახლა მე თვითონ არ მალავ ხოლმე რა ეგეთ რაღაცა რომ დამემატება და მე თვითონ გავიცინე აუდგა მე შევაწორე მაგრამ იცინე მე მაგრამ მაგრეგორს მოწინააღმდეგე აუდგა. არა, მაგრეგორს აუდგა. ხო, აუდგა მოწინააღმდეგე, ანუ. მარტო ის სრულიად საკმარისია. ხო, აქვე მეგობრებო, ის თქვა მინდა, ის გაქვს რა ქვია, YouTube არხი გააკეთე? კი. და აღწერაში იქნება შენი YouTube არხი, აუცილებლად ყველანი გადადით, დალაიქეთ, გამოიწერეთ, ვისაც გაინტერესებთ UFC, ვისაც გაინტერესებთ MMA, მოკლედ ძალიან საინტერესო. კი, ასევე, ხო და ნუ მოკლედ აუცილებლად გადადით და დაინტერესდით და ისე როგორ მოხდა შენი ინტეგრაცია YouTube-ზე, ანუ როგორ როდის გადაწყვიტე, როგორ სიმართლე გითხრა რა, უფრო მაყურებლის ის იყო რომ ალბათ ძალიან ბევრი მწერდა. რა გასცენ შენი არხი რაღაცა ჯერ დავიწყე იმითი. YouTube ბოდიში TikTok-ით. TikTok-ზე სწრაფად წამოვიდა ხალხი, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ცოტა დიდ ვიდეოებს ბევრი ლაპარაკი მიყვართ და მიყვართ აი როგორც ეს იქიდან მოდის ეთქვა სუმოდან რა ეხა ფეხბურთი რაღაც ბრძოლა გინდათ მარტივად მოვარტყა რაღაც იტყვი და აქედან გამომდინარე ძალიან თავიდან მეჩვი ესე ძალიან დეტალურად ახსნას და და ძელი ვიდეოები გამომდიოდა და მე მიჩეს YouTube-იო რა. არა, მეც ოღონდ YouTube-იო გრა, უბრალოდ YouTube არხი მაქვს და ბაზრო. ხო, აქვე კითხვა მაქვს იმისგან, რა ქვია, ლალისგან მოდის ეს კითხვა შენი YouTube არხიდან გამომდინარე. ეგეთ კითხვა აქვს ლალის, რომ ოთახში რო შეხვიდე და დაგვთეს იანი და ის მუშნი ზარანდია. და იარაღში გაქვს ერთი ტყვია, რომელს დაახლე. აუ, მუშნის, ნო. მაინც. ეგ ისეთი დედა. იანს ვიცი რას ველოდები იანისგან და ვიცი რას შევეცადო ყოველ შემთხვევაში რა უკნა და იმისას ვერ გაიგე. ის დედა ის საშინა. ხო, მაგრამ იანს მუშნის ზარანდიაზე აი არა, აი წარმოიდგინეთ, ტიპმა ისეთი რაღაცა მოიგონა თავისი ბიძაშვილის, რომელსაც ერთად იყო გაზრდილი, მოსაკლავად რომ ყველაზე ნუ რაჯას არჩიმელიას რო უთხრა იმან. რა ქვია მას, ნიკანდროქიდიამ, რომელიც თვითონაც ნაძლარი იყო, ნაცაღლარი და ის. ტიპი თვითონ ჯერხო თვითონ ამბობს, ეს ბიჭო 1000 ძაღლობაში და იმაში ვარ. ეს რა მოაფიქრებდა რომ მიდის და ამ რაჯას ვეუბნება, რაჯა. ამა ძაღლობაში და ყაცაღლობაში ვარ. რა მოფიქრებად? მაგარი მოიგე. განა უკვირ. არა, მაგარი კი არა, თენდამოდა. კია უკვირ, ერთსაც და მეორესაც რა მოიფიქრა. ეს რა ბინზური ტვი ამას რა აკეთებინებს ამას აკოს ხოხდები რა რანაირად ბედავს ამ რაღაცას ტიპმა წარმოადგენს ისეთი რამე გააკეთა ტიპი თავისთვის ხო ვაკლევინა და სიკვდილის წინ ერთ-ერთი საზონავი დათათოსკაში იყო რა რომ როგორმე ისე ვქნა რომ ჩემი გვამი ვერ იპოვოთ რომ ჩემი შვილს ჩემი კლენობის გავ თაფული არ მიცენ რა მოია წარმოიდგინე კარგი მეგობრებო ეხლა გვაქვს თამაში და გაბუ შემოგთავაზებს წესებს და პრინციპებს და ზოგადად ცხოვრებაზე დაგველაპარაკებს. ლალის ხლემი როდიდან გახდა გაბუ? კაი, თამაში არის ანდაზებზე. ლალიმ ანდაზებზე, ქართულ ანდაზებზე. ლალიმ AI-ს გააკეთებინა სურათები ანდაზებიდან და თქვენ უნდა გამოიცნოთ რომელი ანდაზა არის ეკრანზე ამონათდება. ქართული ანდაზებია? დიახ, ანდაზა ან აფორიზმი იქნება. ნუ აფორიზმი. დასწრებაზე იქნება, ზარს უნდა დააჭიროთ, თუ გამოიცნოთ, ოღონდ არ უნდა იჩეთეროთ და ეგრევე რო გამოშვება ფოტო არ უნდა დააჭიროთ, როგორც გუნდში აკეთებს. კი ბატონო და მე რო იფიქროს. ხო, მე რო იფიქროს. თუ დააჭერთ ეგრევე უნდა თქვათ. ყოველ სამ ვერ გამოსრომზე მოგიწევთ ალკოსფეროსგან გადმოცემული სასმელის დალევა. ცოტა მეც დამისხით და გავსინჯო. კი გენაცვლე. ხო, ზოგადად მინდა გითხრა რომ ალკოსფეროში ძალიან დიდი არჩევანია და ძალიან კარგი ფასები არის ყველანაირ სასმელზე და ასე რომ მე ლოკაციები გავატანეთ. კი ბატონო. აა ძალიან ბევრგან არის უკვე ქალაქში. საკმაოდ ბევრი გაიხსნა. გლის თავზე სახარებას კითხულობ. ისტორია. კი ეგ ბატონო. არც ვიცოდი ეგ. არ არის. ეს რა არის? დოქიდან ის არის რა უნდა კაცო. ყოველთვის ვერ მოიტანსო კოკი წყალს. დალეგო. დალე არ მეორე შესწავლა. დაგეღვარა წყალი რაღაცა. ბევრს თუ ჩაასხავ წყალი გადმოვაო. დალეგო. კოკასა შიგან რაც არის იგივე ისტორია. გამოდინდები. მართალია ბიჭო, მართალია. აი, მე უნდა ვსვავდე ახლა ამას. არა, არც მომდი. ეს არც გამხსენებია. ხო შეიძლება რომ დავაჭირე და რომ მე არც მომდი. კაი, შემდეგი. მუჰამედი მთასთან თუ არ მივა, თამივა მუჰამედი. ისტორია. შემდეგი. ვა, რა სტრაი ისე იგი მოაქვს.
მოიცა. მე დღე ხვალია კაცსაო, თოვლი მოდია კაცსაო. დღე მე მე ხვალია იმას კაცსაო თოვლი კითხულობდი, მოდია. ეს არის თვლება. ეხლა მე მიწევს უკვე. სწორია. შებოლილია თუ მაგინო არა, ზიანაც ხო. მაინტერესებდა. შებოლილია, კი. შებოლილია. სუნზეც კი ეთყობა რა შებოლილი. შებოლილი არ ქვია მაგას. მე შებოლილს ვეძებდი და მე ხვალია კაცი მომადგა კაცად და მეგობრებო, თქვენ გაგიმარჯვოთ, მაყურებელს გამომარჯოს, თქვენ გაგიმარჯვოთ ერთად რო ვარ და ერთად რო ვაკეთებ ამ საქმეს და აქვე გთხოვთ ამ სასახელში რომ დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და კომენტარებში კიდე გეხუჭუნეთ თქვენ, მე ვკითხულობთ ყოველთვის, გვიხარია თქვენი დადებითი კომენტარები და შენიშვნებიც თუ არის, კი, შენიშვნებიც თუ არის, აუცილებლად თვითვალისწინებთ, ასე რომ მადლობა. ცოტას თუ შეიძლება რომ დაუწეროთ რატო არის გამოგებული. გათამაშების თემა. პრიზები იქნება. კაი, შემდეგი. რა, სწორია. ეს პარტივია. ვირმა და იცის ხურმა რა. და რეცი მე უძებ ხილი ვერ მისცანი რა. მაგიტო დავაპაუზე რა. ხო და ვაშლი რომ მეგონა. შემდეგი. კაი, მე მომწონა. აუ ბატონი ლოთუ გამოიჭრავს. კაცი. დავაი. არ ვაჭირა ინახე, აქ ვაჭირე, მე ვიცი. დააჭირი. არა, მიდი. დააჭირი, ამის დალება მომინდა მე. მიდი, ცადე აბა. ხურმა ხო გამოიცანი. შენ გახსოვს? ეს არის რთული. გუნდში. გახსოვს? ავადა, მოდი სანახავადა. არა? ეგ სიმღერაა, ეგ ხანდაზა არც აფორიზმი. დაჟე, გედ მიგანიშნებ. მიდი. ჟიმაობა ურევია. კაი, პასუხი ვარიანტი გავხდა. არა. მართლა კი არის ის. ის? ამ ტყოფის აწოლში უნდა. მართლა ჩანა. აი ეგეთი ექსაკო? შენ შეგონე გეხუმრე ჟიმაობა ურევია. არა, მე უცებ არფავო უთაველი რაღაცა. ნულმე. არა და რაკეტილი სურათია და ნულმე. ქართული თემატიკა რო არის? რაპორტს რახვებს იტებს ეს. ეგ ის არის. რა ბორო აი ისე რა გველურა ისე. კარგი, შემდეგი. ბუკი არა ბეღურა. არა, შეძდა წერი ხეზე. სწორია. აიყო გვარი მის. რაიცანი, ახლა აიცოდი რომ წერია ეს. ხო გაი. ეს წერია კაცო. აბა რა. რაღაცაზე ხომ უნდა იმოს და რაღაცა. ხო მუხა არის ხე თუ გაინტერესებს. აქვე და მე აი მუხა ვერ ვიცანი. აი შემდეგი. აუ ეს რაღაცა ისეთი იქნება რა ალბათ ის რო იყო წეღან. ამ ძროხას სამი ხე რატო არც მახსოვს. როგორც პატარძას არაცდება. პატარძა როგორც პატარძალს არაცდება? არა, არ ცდება. ძროხის მოწელვაო? არა, ხო. პატარძალმა ძროხა ვერ მოწველა, ეზო მრუდეაო. ეს რა არის? ანდაზა? ანდაზა, ოფიციალით ეგ ანდაზა. არა. შემდეგი. ყოვზით ზღვას ვერ დაცლიო. არა. დაახლოებით, ხო სხვა. არ მახსოვს ზუსტად როგორ არის, მაგრამ ეგ არის რაღაცა. აბა ყოვზი რა უჭირავს მაგას ჩვენ ვხედავთ, კაცო. ვარ ჩვენ ვხედავთ, ანდაზა უნდა თქვა თო. ეს რა ხედავ ის პატარა ყოვზით ვერა დიდით კიო. ყოვზი ერთში დაიჭირე, მეორეთი მოხრუპეო. ის ნავის რაღაცაში ხوار არის გარეული ის ნავის ჩასვით. არა, რაღაცა ეგეთი არა. რა არის, გითხარი, რაღაც ახალი ზღვა ყოზით დაილიაო. ზღვა ყოვზით დაილიაო. შემდეგი. რა კერძია ეს? სარი ქადა. რომელი? შენიყავ შე. აშკარად ზებოდა და. მოგობსო რა, მაგრამ ქადა თუ იყო, მე უფრო ხაჭაპური მეგონა. რა ძალიან იფშხნება. ო, ძალიან აი ქადა რა, იმიტომ ვერ ვიცაი. რა ვქნა ახლა? ხო, უნდა დაიფშნო. ჩვენ გაგვიმარჯოს. რა უნდა ოცა დაიფშნო? მე კი ვიცნობ, მაგრამ დავლევ. კი, რა თქმა უნდა. ნება თქვენია? ავაჰე, კაი ხალხი ხართ და შემოგევდა. უყურეთ და დაულაიქეთ ამ ხალხს. შემდეგი. ყველა მიმარჯოს კენეცოლ, შემოგევლეთ. შენსო? მიდი, არ დავაჭერე ხასო, მიდი, აბა თქვენც დააჭირეთ. დიდი ალბათობით არ მეწოდინება. მარტო კაცი კეიპში წოდვაო. ჭამაში ეთლება. ეთლება. კეიპში ჭამაშია, ხო? კეიპ. მე პროსტე სუპერ. შემდეგი. მელამ თავის კუდი მოწმეთ მოიყვანა. სწორია, შემდეგი. ახე,
ნაჩუქარ ცხენს კბილებს არ Sorry, დალიეთ ორივე. თუ ეს რაღაცა ხსნის. მაგარ ხოძზე ვარ. და შემდეგი. ხარი ხართან დააბიო და მე როგორ შევასწავლე. მადან ლადა და გუნდიშა დალევენ ან მე ხარი ხართან რო დააბა ამ ფერსის ზანზნესა მკიდია დალიო. მე რატომ მე პირველი შეცდომა მქონდა ეხლა. არასწორად თქვა, მე რამდენი თქვა, არასწორად კბილი არ გაესინჯება, არა კვატი კიდეში ჩემო. ეგრე. არა, ამანა სხვანაირად თქვა კაცო. მე ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯება. არა, სხვანაირად თქვიძე. სას უეს იყო მოვიგე? ვა, ძალიან სასიამოვნო. მოვიგე. მოვიგე. განაერად მოიგენო. ადამიანს დაუსხე დალიო კიდე ერთს. არა. ვინდა ჩეთები გასწავლე. ნები. შენ მაგარი სწავლედი ჩეთებს, მაგრამ მე მე მასწავლე, თორე ეხლა ეთერში თუ მასწავლე, შეიძლება დაგიჭირო. კაი, აქ რაღაცა ვერაფერს ვეღარ მისავე. მე რომ მასწავლე, იმიტომ შეიძლება დაგიჭირო. მე მომკლეს ხო ის. მე მომკლეს მამუ. კიდე ერთი რაღაც თეთრი სახლის Instagram გვერდმა დადო პოსტერი Spider-Man-ზე 4 სლაიდი არის ამ პოსტში და 3-ს განახეთ და მე-4 სლაიდი უნდა გამოისნოთ თქვენი აზრით რა არის რა. გუნდური მუშაობა? კი. გუნდური. ეს არის პირველი. მეორე. რას ნიშნავს არ ნაგვიქცა ეს პირველი? არის ქსელი მიდის მოკლედ ეს Spider-Man-ი. ადამიანი უშვეს, მესამე არის ეს. და მე-4 უნდა და გამიგე. მე-4 უნდა გამოისნოთ რა არის. სწორი პასუხი თუ იყო? ორი პასუხი არ გამიგია. არ გვილავარაგე. მე მგონია რომ თეთრი სახლად იქცევა ქსელი. აი დაიხატა თეთრი სახლი. არ ვიცი. ვიცი რა, აქ არის საკვანძო სიტყვა უნდა ვეძებოთ. ან საკვანძო კომპონენტი. ერთი სიტყვა არის ქსელი. ქსელი რასთან დაკავშირებული? ინტერნეტთან დაუშვათ. ხო. მაგრამ შეიძლება რამე იყოს თეთრი სახლი. თეთრ სახლში. არა ტრამპის თემა იქნება რაღაცა. ეხლა მაგის დაიობები თუ შეიძლება პირველი სურათი რომ ანახოთ. რაღაცა უნდა დაიჭიროს ამ ქსელმა, ალბათ არა. ლოგიკურია, რაღაცა კი, ამერიკასა ერთიანებს. რაღაცას შეკარა ამერიკა. Make American great again, თუ როგორც ამბობს. მე მივხვდი ტრამპის თმა არის ბოლოს. აი ეს ირანის ვიღაცა ხო არ არის რამე. ის რომ მოიპარეს ის აქ დაბმული, ვინ მოიტაცა ეს? ის მადურო მოიტაცა ის. მადურო არ გახვეული. აი როდის არის ეს? ახალია, ახლა Spider-Man-ი გამოვიდა, ახლა და მაგის თემატიკის არის. მადურო არ იქნება გახვეული. ეს არის აქტუალური. პუტინი არის გახვეული, მაგის დედა მე ტრამპს ტრამპი პუტინზე დიდად არიწევს. მაშინ ერთად არის გახვეულები. სწორმა პასუხმა გაიჟღერა. არა. მაშინ გამოვიცნობ. აბა. ბენზინის პასებს აჩერებენ. არა. კაი, განახეთ მოკლედ რა. მე აუ ხო არ გადო. ადამით აგნეტე ხარ ახდება. არალეგალებს დავიჭეს და დავადეპორტეთ, თო მოკლედ ეს მე დარწმუნებული ვარ რომ მე ჩემი აზრით მარველმა უნდა უჩივლოს ტრამპს ამის გამო. რომ გამოიყენა ადამიანი ოკუპანტი. რამ მოაფიქრე. მე მგონია რომ ძალიან ასაკოვან ხალხს უკვე ევროპაში არ უნდა იყოს. წერა უნდა აუკრძალოს. შენ გონია კი არა. ეგ ხათუში შევარდნაძე რომ ბოლო ჯერ იყრიდა. ეს ვიღაც მწყემს კითხეს რა. რას ფიქრობ თუ აი შევარდნაძე იწყის 70-დან გადასადებული იყო შევარდნაძე. რა ვიციო შვილო, ჩემ სოფელშიო კაცი 70-ს რო გადაცილდებო 100-ს აღარ ანდობენო და. თქვენ თუ ქვეყანას რო ანდობთო? აი მე რა გითხრათ. არა ლოგიკური. აი ხო იდეა შტამპი რამდენი არის? კაი 70-ის ხო არის მე. 70-ში არა 83-ის არ არის? 80-ის. რატო სიგიჟე რა არის? ცოტა დიდი მეგონა მე 3 წლით ავწდი. კარგი, ეხლა მინდოდა რომ დავუბრუნდეთ თქო UFC-ს ამბავს. მოდი. UFC-ზე დავიწყეთ საუბარი და ილიას დაბრუნებაზე მაინტერესებდა შენგან. ანუ წელს როგორც ვიცი უკვე აპირებს ხო, არ ვიცი ხა მეც იცი როგორ არის. ნუ ყოველ შემთხვევაში ჭორების დონეზე ეგრეა. ხო, ჭორების დონეზე თვითონ დაწნორო რა აპირებს, მაგრამ მაგაზე ხო არ არის დამოკიდებული. ხო, მე მინდა ექიმებისთვის. მეც მინდა გამოვიწვიაგე ტომ ჰარდი დიდი სამით, მაგრამ არ უნდა. ხო და ეგრე იცი ხოლმე. თვითონ უნდა, მაგრამ იქ ხო ეგ სისტემა არ არის რა ფეხბურთში რო აბსოლუტური ნახევარ ფინალი მოიგე ფინალი აგერ რო არ ჩანიშნული ზეგ უნდა შეხვდეს ზეგ ხო აქ რო რაღაცა მთელი ამბებია იქ ის იმას არ უნდა ილიასთან აუ ეგ ილიასთან უნდა რემატჩი გეიჯისთან თავისთავად ეგრევე რომ დაიბნოს კამარი მაგრამ ახლა გეიჯი ამბობს რომ არა ჯერ სხვასთან მინდა და რა უბედურება ანუ რატო არ ეკუთვნის ილიას მე საერთოდ ხო არა ეკუთვნის კი ეკუთვნის მაგრამ იმაზეც არის რა დამოკიდებული არა ხო და რატო გადაწყვიტა რომ ვითომ ილიას სასამართლებელი აქვს ჟამე ვინმეს იოლი ურჩევნია რა ხა მეც მის მადგილზე რო ვიყო ეხა კამარი მაგ მოვიგე და მოდი ცოტა კამარს დავიცავ არ მიჩევნია ცოტა შევხვდეთ იმაზე თუ მაქვს საშუალება და თუ არის ვიღაც სხვა კონტენდერიც ხო მიჩევნია იმას შევხვდე რა მოვინე მარტივი მაცემინე და ეს არ ვინმე გავიღო ყოფილ ჩემპიონს ხო არ ვისაც მაგალითად მე ვფიქრობ რომ მაგას ენდომება ალბათ უფრო ენდომება ჭუბი
შეიძლება ბევრი ფიქრობს ოლივერასთან, მაგრამ მე ვფიქრობ სტილისტურად მაგას ფრენდები მაჩხუბი ჰოლოვეისთან. თორე ჰოლოვეი გათიშა, მაგრამ ჩემი აზრით ჰოლოვეისთან უფრო დაგეგმავს ეხოგებას რა, ანუ შეუძლია მაგის იმით. ჰოლოვეი იმიტომ რომ ფეხზე ჩხუბობს, ის ამას ფეხზე ჩხუბი უყარს, ეხლა ხო იჩხუბი იყო ბოლოს რო ძალიან ბოლო წელს რო გათიშა და ნუ მაგასთან რემატჩი მე რომ მაგის ადგილზე ვიყო და მაგის უნარები მქონდეს, მე ავარჩევდი ჰოლოვეი. ჰოლოვეი იმ დროს აფორმაშიც იყო, როცა გეიჯი ჩხუბა და გეიჯი ეხლა რა ფორმაშიც არის, ნუ არ ვიცი, ალბათ ჩემთვის ძალიან დიდად ფავორიტი იქნებოდა გეიჯი. მე საკრებოდ მაგას გონია, მე ვფიქრობ ეხლა გეიჯი შეხვდეს ჰოლოვეის, ჩემი აზრით ფავორიტი იქნება გეიჯი, ჩემთვის ხოლმე. და ალბათ იგივენაირად შეიძლება დავნაკაუტოს პირველი მეორე რაუნდის ბოლოს. შეიძლება, კი ბატონო. მაგრამ ისე ახლა მე რო დავფიქრდი ხო და შენ რო იყო ეხლა იმის ადგილზე ბოდიში გაგაკვეთდები, ახლა ხო გერჩინება რომ ჰოლოვეის შეხვდე. ვიდე ილიას. რატო ჩვენიანი რო ხარ იმიტომ? არა, მე დამტკიცების ამბავია, ბარემ ვინმე თუ დრამე კითხვა აქვს. არ არის ეგრე რა, დამტკიცება რატო თვლი რომ დასამტკიცებელია? იმის ადგილზე ჩააყენე თავი, რატო მაგ დასამტკიცებელი? თუ თვლი რომ მაგარი მოჭხუბარი ხარ? ხო მოვუგე. არა, გავიგე რომ მოვუგე, მაგრამ მაგ სპორტში ხო არ ითვლება რომ ერთხელ მოგება, ერთხელ ანუ ის არის. ხო, მაგრამ იმასთან წაგებული, მაგრამ შენ იკერძოებული ხარ, გაიგე, შენ გასაგებია. მე ამას მოვუგე და შენთან წავაგე. ხო? ამას მოვუგე, ხა მე სანამ ჯანზე ვარ, მიჩვენია შენთანაც ავიღო რა რევანში. გავიგე რომ დაუშვათ ამასთან, გავუშვათ ორჯერ მოვიგე. მე მიჩვენია შენთან გავათანაბრო და რევანში ავიღო, ვიდრე ამას ორჯერ მოვუგე. ხო, მაგრამ ამალო ბრძოლი ჰოლოვეისგან იყო შეთავაზება მაგასთან ბრძოლის? ანუ ხო უნდა იყოს ის რა ქვია. არა, ნუ იმას შეიძლება მოითხოვოს. ეხლა მან რა არის ხალხო, გარდა იმისა რომ რაც ჟღერდება ჩვენთან, ხო, კიდე იმიტომ ამბობ რა, მე ხშირად ბიჭებს ვეუბნები ჩვენ თიმში, რომ აი მან ესე თქვა, მეთქი, უკვე ხო დროა რომ უკვე ვისწავლოთ, რომ შენ რო განაცხადე რაღაცა MMA-ის მებრძოლმა, ღიად ჟურნალისტებთან. ალბათობა იმისი, რომ მართალი განაცხადე. არის 50%. ანუ ან განაცხადე მართალი, ან არ განაცხადე მართალი, ხვდები? სულ არც მეტი, არც ნაკლები რა. ხო და არ ბზარისებს ანუ რა, იმიტომ რომ ერთ რამეს აცხადებენ, ბევრჯერ იძახიან და მე ხდება სულ სხვა რამე რა. ამიტომ ეგ მან კიდე matchmaking-ი ანუ ბრძოლებზე შეთანხმება, ანუ რომ დაუშვათ სამდი ვარ ხო და ვინმე შეხვდება, ხო? ამას კიდე ცალკე მიდის ეს matchmaker-ები, მოლაპარაკებები მიდის, რაღაც დეტალების ის ხდება, ხო, შენგან მეტ პასუხია, შენ შეიძლება გადაიფიქრო, 1000 რაღაცა ხდება, ამიტომ მაგას ეხლა ეგრე ვერ იტყვი რა, რაც ვიცით ჩვენ, ხო? სამი იმდენი არ ვიცით. იდოში ადრე უფრო კარგი იყო რა. ადრე რა ეს კრივის სისტემაა ფაქტიურად. ეგ მაშინაც ეგრე იყო. თელის ერთ საღამოში ვეტარდებოდა 3-4 შოუ. UFC-ზე ამბო? ხომ არა ის იგიჟე იყო, ეხა ეგ არის მებრძოლი რა. იქ არის მებრძოლი, მაგრამ მან შეიძლება მოხდეს ძალიან უსამართლო გახდე რა. არის იღლის მომენტია მე ბევრი რა. აი მაგალითად სამჯერ რო ვჩხუბობ, ხო? შევხვდა ისე რომ პირველივე შენთან ვიჩხუბებ 3 რაუნდი მოკლიანად, ან მაშინ რაუნდები წარიყო აქ მიდი. ხო, ბოლომდე უე რაუნდი. 20 წუთი ვიჩხუბეთ, ერთ-ერთმა მოიგო, მაგრამ ფეხზე ვეღარ დგას. ვინც მოიგო ის. მეორე ჩხუბზე შეიძლება გამოვიდეს. მეორე შენ გამოხვედი და ისე მოხდა რომ ერთ წუთში მოუგე ვიღაცას. ეხლა შენ ცხადი ამას მოუგებ რა, იმიტომ რომ ეს ყველა ვარიანტი მოასწრებს და მე მევასება დონ ფრაი. ხო, ის რეისი მეოთხეთ, იმიტომ ვერ გახდა ის რომ ჩემპიონი რომ აღარ გავიდა, უბრალოდ მივიდა გალიამდე და დაეცა ტიპი რა. ვეღარ გავიდა რა ფინალურ ბრძოლაში, იმიტომ რომ თან მანდ ხოიცი რა მოხდა. მეორე ტიპი, ვისაც ხდებოდა. ისიც მაგრა დაზიანდა, ოღონდ თავიდან ვეთქა რა, აღარ შემიძლია რომ ვერ ვიჩხუბებო ფინალს რა და გამოვიდა რა სარეზერვო მებრძოლი ყავს, რომელსაც ერთი ბრძოლა ქონდა მარტო ბრძოლი, ამაც ამ სამი ბრძოლა ქონდა დაბრძოლი, ხვდები და გამოვიდა ეს იმას ქვია სხვადასხვა American Dream mag events, ანუ ამერიკული ოცნება და მართლა ძალიან ისე გამოვიდა. ეს ტიპი, რომელიც საერთოდ არავინ არ იყო, სარეზერვო ბრძოლა იბრძოლებს, ეს არც უნდა იბრძოლა რა, მე და შენ დავუჩეთ სარეზერვო ბრძოლაში ვიბრძოლეთ, ნუ აუცილებელია რომ სარეზერვო ბრძოლა იყოს, რომ ვიღაცა რომ გამოვარდეს, ტრავმა მიიღოს, რომ შენ ჩანაცვლო, ხვდები, მაგრამ ძირითადად მანამდე ეგეთი რამე ამოფტარა, რომ ვინმე ეს ჩანაცვლება ამოფტარიყო, ხო და რაღაცა ვიბრძოლე დაუშვათ მე მოვიგე, არაფერი მოვიგე, კაი არა მოვიგე და არც მაქვს იმედი რა. უცები გავა დახოცეს ერთმანეთი და ამან თქვა რომ მე აღარ შემიძლია რა, ვერ გავალო ნახევარ ფინალში თუ რაღაცო და გამოვიდა ის ტიპი და დასვენებული რა და აქედან გამოვიდა ტიპი რომელსაც ნუ მაინც მინდა ვცადო რა, მაგრამ ფეხზე ვერ დგას ტიპი და ამან ეგრევე მოუგო იმას ამ ენტონი მესიასი. ხო, რა თქმა უნდა ლოგიკური.
და გახდა ტიპი ჩემპიონი, როცა არც მანამდე და არც იმის მერე ამ ტიპს არ გავუკეთე. ისა გადაობა, ეხლა ბრძოლის მერე მიჭირდებათ 1 თვე მინიმუმ. კაი შემთხვევაში რომ იმყურნალო და მე არც იმას ვეთანხმები, მაგრამ თუ რამე ის უფრო მომწონს მაინც. ის ძველი სტილი. უყურე, მოდი, მაგრამ მე გეტყვი შენ რა მაგრამ არც ეს არ მოგესწონება, მე გეტყვი რა. მაგას ვიაგ რაპრის სისტემა, რასაც შენ აუ, რაც ეგრე ჯობია. ანუ კი ბატონო, ნუ იქნება იმ დღესვე. ხო. მაგრამ იყოს 8 მებრძოლი ხო არის? დავალავ, კანჭის რა გავაკეთოთ, იყოს მე-4 ფინალები, მე გამარჯვებულები ნახევარფინალი. ოღონდ ეს იყოს დავუშვათ იანვარში მე-4 ფინალები, სიტყვაზე იქ მაისში ნახევარფინალები და დავუშვათ ივნისში ან სექტემბერში ფინალი. აი ეგ მეც გეთანხმები რომ სპორტულია რა უკვე რა, იმიტომ რომ მე ეს მინდა ის არ მინდა, აღარ ამოდის მოიგო ის სპორტი ეგ არ მომწონს მოჭხრებისგან რომ აი ის დანავაითი რომ ამობს მაგრეგორზე რომ არასდროს ამ ტიპს არ აურჩე, ანუ ვის ვეჭხუბებიო მაგას კითხულობდაო რა და ყოველთვის მეთანხმებოდა. ეგ მე ვასწრებ რა, აი კაია რა და ეხლა მოვიგე კამარდე ეხლა იმას ნუ ვეჭხუბო და ამასა ეგრე არ არის მეც ეგრე ვარ, ილიას ქონდა მე და შენ ვეუბნებიან რომ ძელმოდურები ხარ. ილიას ქონდა ეგეთი ხო არ ქონდა ეგეთი შეხედულება. ნახე შენ უკვე დამოკიდებული ხარ იმ ადამიანის კეთილსინდისიერებაზე. ილია კეთილსინდისიერება იღებდა ბრძოლებს, მაგრეგორიც იღებდა ბრძოლებს, მაგრამ ვიღაცა კი ძალიან ბევრი მე მაგას ვამბობ ეგეთი ტიპები მევასწრებ. პეტრიანი. არა მარტო პეტრიანი, ბევრია ეგეთი რა. რამე ბრძოლა რო იყოს რომ აი რო კონდეს უფლება რომ გააუქმო, ეხ მე ილიას ბოლოჭობს გავაუქმო. ანუ შედეგი რა, ზოგადად რო არ ყოფილიყო ეგ ბრძოლა თქო რა, რომელი იქნებოდა თქვენთვის. ილიას ბრძოლაზე შეიძლება თქვა? კი, მე ვთქვი რომ ილიას ბრძოლას უბრალოდ გავაუქმო. დაჟე გავაუქმებდი რა. შედეგი და გამოდიდარი მაგაცაც გავაუქმებდი და მე რა ბრძოლას, მაგრამ მე ბრძოლამდეც მინდოდა რომ მე რა ბრძოლა იანდა. იმიტომ რომ ისედაც ბევრი ბრძოლა ჩაატარა და მოკლე დროში. ნახე, მე რა ბრძოლიშვილი ერთ ბაშად მიდიოდა რამოდენიმე რეკორდზე. ხო. იქ რეკორდი იყო ყველაზე მეტი ზედიზედ მოგება, ყველაზე მეტი საჩემპიონო ბრძოლის მოგება. ხდება ის ეს. ბევრი რეკორდი იყო და რეალურად მე რა ვიგაკი და ყველაზე ნაკლებ საინტერესო რეკორდს ხვდები და ყველაზე მეტი რისკი ასე რა ხლე ვიცი რომ ამას თუ ვერ შეასრულე და ვერ დანარჩენებსაც ვერ შეასრულე. ანუ წელიწადში 4-ჯერ დაცვა ჩემი აზრით ბევრად ნაკლებად მნიშვნელოვანი რეკორდია, მაგალითად ის რომ მოეხსნა ანდერსონ სილვას რეკორდი ყველაზე მეტი გამარჯვებები ისტორიაში, რომელიც მახაჩევმა მოსწა კი ბატონო და ამას ხო შეიძლება მე მახაჩევიცაც მოეხსნა, ხო ხვდები რაც გეუბნები. ანუ ეს ბევრად თუ ვაფშე მერაბმა რომ დაიწყო მაგ რეკორდზე ჩალიჩი. აი, უმეტესობამ დარწმუნებული ვარ 99%-მა მეებისა, მოყოლებისა, ბავშვი პირად გაიგეს, რომ ეს თურმე რეკორდია, ხდები? იმდენად ნაკლებ საინტერესო რეკორდი იყო. როცა ხა რეკორდი ისტორიაში ყველაზე მეტი მოგება, ხო ბევრად წელიწადში 4-ჯერ მოიგე თუ იმაჯერ რა მნიშვნელობა. კი, კარგია 4-ჯერ თუ მოიგე, მაგრამ არა, ნუ სახელი ის უფრო მაგარი არ არის, რომ ყველაზე მეტი გექნება მოგებული. კი. ძალიან ბევრი ის იყო რა, სხვა რეკორდი, რომელიცაც შეიძლება გაყოლოდა და გაყვა მაინც იმ რეკორდს. რომელიც, ნუ, ყველაზე ისეთი იყო რა და თან სარისკოც იყო რა. თარმე 2 თვის წინ დაცული გაქვს. ეგ ხო მარტო ჩხუბი ხო არ არის, ზონის კლება და ის არის მთელი ამბავი. ეგ არის ხო თან მე რა ვიხოთ ცოტა ისე ორგანიზმისთვის წარმოიდგინე სასწაული და. კაი, ეხლა ბევრი გოუთი ვახსენეთ. ესე რა ვთქვა და მოდი მე მაინტერესებს ლადო შენი ისინი გოუთები ვინ არიან სხვადასხვა სპორტში. მიდი. მე შემოგითხრი სპორტებს, შენ დამისახელე გოუთი. ძალიან მარტივია ყველაფერი. დავიწყოთ სუმოთი. აკუხო. მეც ვკითხა რა. გიორგი. ტოჩნოში. რა თქმა უნდა, რა. იმიტომ რომ სხვა არ იცი არავინ. შეგება უბრალოდ გაგებეორებია, მაგრამ ფეხბურთელი. ვინ არის ობიექტურად გოუთი თუ ჩემი შენი გადმოსახედი ფავორიტი არის, ნუ ხო, გოუთი ჩემი აზრით პელე. კი ბატონო. მაგრამ მიყვარს ზიდანი. კალათბურთელი. ჯორდანი. ჩოგბურთელი? ნოლე. ფორმულა 1-ის პილოტი. ეგ მან ძალიან ისე არა ვარ და შუმახერზე ამბობენ და ხა არ ვიქნები მეც ორიგინალური და ვიცი შუმახერს. კი ბატონო. ჯუდო? ჯუდოში სხვათა შორის დაძმას ვიტყოდი. არც ვინერი, არც შოხონი დაძმა არიან გიჟები. აბე, უტა და ჰიფუმი. მოჭიდავა შემდეგ. ლევან თედიაშვილი ცალსახად, იმიტომ კი არა ქართველია ყველა ვარიანტში. მორაგბე? სიმართლე გითხრათ, მე ხა ძალიან ექსპერტად თავს ვერ იმას ვიზავ, მაგრამ ლომურასაც აკეთებდა. თუმცა გიყნეს სხვა ისინიც არიან, მაგრამ ეს დაარწმუნებული მომავალი რომ მომოსიტყოდე.
დარწმუნებული ვიყავი რომ შეცვალა ზოგადად რაგბი როგორც ეგეთი. ვიცი ეგ რამდენად იყო შესაძლებელი ასე გაკეთე და არ ვიცი რა. ოლიმპიელი ეგრე უწელია ლალის კითხვაში. ჩემი აზრით ზევსი არის, მაგრამ სხვა ზოგადად ოლიმპიელი? ის არა მაშინ, რა ქვია კაცო? სპორტი თქვი. მე მაქვს ჩემი აზრით ფელპსი. ო, მე ბოლტი მქონდა. არა, მე მეც ფელპსი არა, ვიყავი. ფელპსი, მასე ფელპსი უფროა. თვითონ გამოვიდა და დედამ ჩემი აზრით ჰუსეინ ბოლტი უფრო გაცილებით უფრო ცნობილი ტიპია თქო მაგით. არა, ასამბოქს. ჩემთვის რა ვქნა ეხლა? ეს ერთ ოლიმპიადაზე ამდენ 13 თუ რა ქნა? არა, დასწავლები გააკეთა ფელპსი მაგასო. 6? რატომ მახსოვს რომ ბევრად? კაი, ხო, ჩემი აზრით თქო ხალხო. მე ბევრი მახსოვს ერთ მეჭხუბებით ხალხო. 23 ოქროს ესე მეგონა ხალხო, ნუ მეჭხუბებით. 23 ოქრო. ოლიმპიური ოქრო თორე. ვაფშე პირველად მესმის მაგის სახელი შეჭება. ხარკლა, რა. არ უყურებ ამ წურვას შეჭება რა უკრა ეხა. ვინმე ოლიმპი უყურებს? არა, ვინმე ოლიმპი გარბიან? არა, ვინმე ოლიმპიელი აი ეხა რომ თანაც მე პირადად სულ უფრო სიამოვნებ ვიდრე ვინმე სახელი ოლიმპიელის მითხარით ხო? ჰუსეინ ბოლტი გამახსენდება, პროსტა პირველივე თქო რა. ჰუსეინი არ არის თან. ჰუსეინი. ო რა. არა. ჰუსაინ. შემდეგი მოკრივე. ალბათ ალი. რა თქმა უნდა, ალი გოუთზე გოუთია, მაგრამ თანამედროვე აი ვინც ახლა უსიკი. ბიჭო, მაგარია ხო, მაგრამ ახლა ალის მაგრამ რატო იცი? ხო, არა, უსიკის თემა მაქვს, იმიტომ რომ ყველა ამბობდა ყოველთვის, რომ ის სახეს გააზრობს, ეს სახეს გააზრობს, ფიური სახეს გააზრობს, ჯოშუა სახეს გააზრობს და ყველა ფიური არ იყო თავის პრაიმში და მაგით. ავიგე, მაგრამ სამი ამის ხელა იყო. არა, ბაზარი არ არის. რავი, ამ ფიური ხარ. აი, მაინც რაც არ უნდა იყოს სადღაც ბოლოს რომ მიადგები იმას სპორტსმენების შედარებას, ხო მაინც პრაიმსად არის, რაც არ უნდა იყოს. არა, ხო, მაგრამ ხანდახანისების თუ ცალკე. პრაიმს რა არის გეთახმები, კი? ხო, მაშინ ხა მაგიტო კი არ ვარ. არა, მე არც ვამბობ უსიკია მეთქი. ხო, არა, ვიცი ეს რომ მოსავს. მაშინ ის რა ქვია? ჯეიკ პოლი არის, ხო ის? ჯეიკ პოლი უფრო კაი მოჭხობარე, ვიდრე ტაისონი. ჩვენი კოლეგა. რა, ჯეიკ პოლი შეჭება? ჯეიკ პოლი ჯოშუასთან ბრძოლა რო ხონდა, მოისვა ტაისონს რომ მოუგონი ამბობს. სხვა რამეს გეუბნები, ანუ მოჭხუბრები უნდა შეადარო პრაიმით მეთქი რა იდეაში, მაინც ჩემი აზრით რა. მე ვერ ვიტყვის რომ ვიღაცას წაგებული აქვს ამდენჯერ და იმდენჯერ, იმიტომ რომ დრო იყო სადაც ძველი მოკრევეები, მაგალითად ხანდახან ვიღაცები მაგას მომდის რა, დღეში ორჯერ და სამჯერ ჭხუბობდნენ რა და ეხა იმას წაგება რო უწევია რეკორდში და აქ ვიღაცა რო წელიწადში ერთხელ ჭხუბობს და ეს პრაიმ ფიურისაც გაზოგნი და შენი აზრი არის ეგ მხოლოდ იმიტომ რომ პრაიმ ფიური არ ვიცი ნახი ყავს თუ არა. მე მგონია რომ მაგ თეორიაში ხარ 100%-იანი, თუ ეგ ეგრეა. მაგალითად MMA-ში ყველაზე დროის ყველაზე მაგრებად ჩემი აზრით არის ანდერსონ სილვა და ჟორჟ სენ-პიერი და სილვას რამდენი წაგება აქვს რო ნახო? ყველაფერი. აი, იმიტომ რომ 40 წლის რო გახდა აგზელებდა ჭკუბს და ბოლოს ყველას ემდა და ბოლოს გააკეთდა და ვაიტმა შეეში ხო მე აღარ გამოგდისო. რეები წააგოთ, ანუ ნახო, აი მართლა იმის გამო აქვს წაგებული სიბერის გამო და რაღაც. GSP-ს არ აქვს სიბერის გამო წაგებული. არა, GSP-ს დაანება თავი და იმიტომ აი რაც ბევრი არც აქვს წაგებული იმასა. ვისათანაც წააგო, იმათ მე თოპი და ულეცა. ხო. ხო და პრაიმით მეცედაც მოუგო მანამდე მეთიუსთან წააგო და ორჯერ მოუგო მეთიუს იმასაც პრაიმით. ბებერი დაბრუნდა და ბისპინგს მოუგო. ბისპინგს მოუგო კი. ხამარიცა თან ეგ ხო ქვესაშუალო წონის ჩემპიონი იყო სულ და 3 წლის დანებებული ქონდა დაბრუნდა საშუალო წონაში ზედა წონაში ჩემპიონს მოუგო ხამარი წაართვა და ისე წავიდა და ბისპინგი რო ცალთვალა იყო უკვე. კი უნდა მე რეგა იგეს ხო იცი? არა ვიცი ხო რო გამოდიოდა რო დაანება მე იყო. სულმე თვითონ მაგაზე მაგრამ ვღადავდი მე რაღაც ფილმებში ჩეთები რაც ქონდათ მაგათ ხო მე იყენებდნენ ხოლმე ფილმებში. საჯირო განახებს და ტრენერი უკნიდან რამდენი ხო და რო ვერ გაიგო და ან ტრენერს ხელი აუგოყავდა და 14 განახებს რამდენია და გამოვთხე ანუ 1000 ბისპინგი ამოდა სადაც იმაში ინტერვიუში რომ 1000 ჩეთი მოვიგონეთო აი როგორ შეიძლებოდა რომ ამ თვალზე ქონოდა ისო მაგრამ ექიმი რო აჩენებს ყველას ასვლა გამახსენდა მე თვითონ მივყავდა ისოლა და ტი მაუწია ექიმა ხედავო კიო იმან კარტო დავაიო პარსკი გაზებრა can you say რა kickboxing-ის მებრძოლი kickboxing-ს ისე არ უყურებდი მაინც როგორც MMA-ს მაგრამ იყოს უატანი
მაინც MMA-ში გადმოვიდა ჩვენიანია. MMA-ის მებრძოლი? MMA-ის მებრძოლი? პოატანი მაინც სენპიერი. სენპიერი, კი ბატონო. ჰოკეი. ვეინ გრეცკი, ცალსახარ, მაგრამ მე უფრო მიყვარდა მარიო ლემიე, რა ოვეჩკინი და ლემიე და გრეცკი როცა იყვნენ. მაგრამ მაინც გრეცკი და. მესაც გეტყვი გამიგია. მე სხვა იმას ვიტყოდი. რაოდენ გასაოცარი არ უნდა იყოს. მიზაჯები კარგად ასრიალებდა. პეტერ ჩეხს. ჰოკეიში? ხო იდგა. მანდაც გადავიდა. ისიც ხო იდგა, კაცო. იაშინ. იაშინ. იაშინი იდგა შეს. პეტერ ჩეხიც ხო იდგა. იხარა. კი, როგორ არა? ა პრინციპი ჩეხი არის იყო და იქ ჰოკეი პოპულარული. ხო და იქ ჩეხიც ალბათ მან იდგა. დაიდგა. ამერიკარები ეპატარავა, გაი. აგე სურათის არსებობა. რა არის პატარა კარებიო და მერე ფუტბოლის მერე ითამაშა. მერე ფეხბურთ მერე წავიდა. ისედაც რა კაცია და ჩაფხოთი ხო ისედაც ეხურა და ბარემ იქცავა. დიდი ეს იმხელა იყო. კარებს კი დაფარავდა. 97-ია არის. ხო და კარებს დაფარავდა თლიანად. ой ხა ფლაც სპორტსმენებზე არ არის კითხვა, მაგრამ ხალხზე არის ვის გარეშე სპორტის ყურება ნაკლებად საინტერესოა. კომენტატორი გოუთი თქვენი გადმოსახედიდან. ქართველებში. ალბათ. ლოგიკურია. ქართველებში მე არა, თუ გინდა უცხოელი საჭიროა ძალიან სპეციფიური და ორიგინალური იყო ეროს მანჯგალაძე, ძალიან ისეთი რა, თავის ამბავს, კრეატიულობის ამბავს, მაგრამ ისე მე გოუთად მაინც იმას ვთვლი. ტატოს. არა. ტატოსთან ბოდიში, მაგრამ კოტე მახარაძემდე ტატო ვერ გაჩავს. ხო და კოტე მახარაძე პირველ რიგში იმიტომ რომ ზოგადად იშვიათია და მე სხვა არც მახსენდება რომ ორ სხვადასხვა ენაზე შეუძლიათ ჩვეულებრივად გააკომენტიროს ისა რა ქართულად და სხვა კომენტირებდა და საბჭოთა კავშირის ჩვეულებრივად რუსულად ან როგორ ატოსამს ეს როგორი რომელი ბილზი ქართული, ჩვეულებრივი ქართული და ლიტერატურული ქართული, всё, აი იდეა. ხო და თან წარმოიდგინე რუსულად ისე კარგად მიყავდა რომ აი საბჭოთა კავშირის დროს საერთოდ მსოფლიო ჩემპიონატებზეც ერთ-ერთი კომენტატორი იყო ხოლმე და სხვადასხვა მე მქონდა სურვილი რომ მეცადა რომ რუსულადაც წამეყვანა რომ ისეთი დრო დაემთხვა რომ ახლა რუსულად წაყვანა არ გამოდის ну не получается ну что бы ჩემ შემთხვევაში რატო შეიძლება და იცი დასაშვები რატო იყო იცი ჩვენ მე სადაც წამეყვანა ის რუსეთში არ გადის მოკლედ სეტანტას რუსულენოვანი ის არის შუა აზიის ქვეყნებისთვის უკრაინისთვის და მოლდოვისთვის სეტანტა არ მაუწყებელს იქ რუსეთში და ბელორუსიაში თამაში გვაქვს კი ბატონო მე ხა გეტყვით ლექსებს ჩამოვიდეთ ხო ეს ვარ თქვენ უნდა გამოიცნოთ ეს ლექსი ქართველი პოეტის დაწერილი არის თუ AI-ის დაწერილი არის თუ ქართველი პოეტის გონიათ უნაწიოთ მწვანე მხარე თუ AI-ის გონიათ უნაწიოთ წითელი მხარე ხო რა მაგრამ ის არ გამოიცნობს რა თქმა უნდა სვავს ავტოს პერდონად ამსულ სასმელს 3 წელია რაც მეზობელმა ღობის იქით მოჭრა ლეღვის ხე 3 წელია ღობის აქეთ არ ყვავილობს ჩემი ატმის ხე ეს იქნება 1000%-ით ნახტი ნახტი კი ცოტა მოიგო ეს ბიჭო ხელოვნური ინტელექტი ესეთ დებილობას არ დაწევს აუცილებლად აგე ქალი მიჩქარის ჩვილი ყავს მიკრული გონია მე ვარ ნუ თუ დედა 1 საუკუნეებში აი მასარი შანსია და ვერ დამაჯერებ რო ეს ადამიანის დაწერილია აი ეს დაწერილია რეალური ადამიანი პოეტის დაწერილი არის დიახ AI-ის დაწერილი არ არის ამიტომ ბიჭებო თქვენ სვამ ვაი დედა ვაი ალბათ იქაც იყო შინაარსი იქ ვერ გავიგე არა აქ შინაარსი კი არა ეს ლექსია ანუ მე ვერ კოლექცია ყველა ინტერნეტ რითმებს შენ ჰოკუები არიცი საერთოდ ის იაპონურები საერთოდ რითმოს ვერ იმოვი იქ საერთოდ აგიმართ მაგრამ ლექსია ისიც წერში დაჭრილი სისხლიდან დაცლილი ირემი წყაროსკენ ძლივას მიიწევს ცივი წყლის წვეთი სიცოცხლის იმედი მისი წყურვილი თავისუფლებას იძახის ეს AI-ის დაწერილია ძლივას დაწერა AI მე რატო ვიფიქრე იცი რომ AI-ის დაწერილია აშკარად ცდილობდა რომ სწორად დაეწერა არ გამოუვიდა მაგრამ ცდილობდა და ამიტომ AI უნდა დასასრული იყო ძალიან ცუდი ჩემი აზრით ხო ნუ ვერ გაკაჭაბოლონდე რა აი დაერხა წინა ხო დედა დასასრული ჩიჩიმა წინა მაგიტო მე რა გინდა მე წინა ხო ნამდვილი იყო წინა დავწერე AI-ი არის მეთქი მე მგონი წინა და ჩემი აზრით წინაც იყო
მაგა ეს ცდილობს რომ კარგი გამოვიდეს. რატო მეჭყობე? უძილო ღამით გაზრდილი შვილი, შენს თბილ ხელებს და ამაკს ვერ ელევა დედა, შენი რძით ნაკურთხი ძილი გულში სამუდამოდ სანთელად გვევლება, სარკმელთან ზიხარ ჩუმად მელოდები, საინზე ჩემი დარჩენილი საჭმელია, აბა უბრალო ზრუნვაში და სითბოში შენი უანგარო და წმინდა სიყვარულია. ბიჭო, მთხრობელი არ მომწოს და ურმანჯინორია რომ მოვიყვანოთ მერე და ჩემი აზრით მე მგონი ის არის. ნამდვილი ადამიანი დაწერა თეფსზე და არა საინზე. ასე რომ მგონია რომ ეს ხელოვნური ინტელექტი. ეს ნაღდი არ არის. საინი. კაროჩ საინი თუ სადმე ფიგურირებს ნაღდი არ იქნება არაფერი. როცა ზარები გიგროვდება და როგორ იმსხრევით თან ინტონაციით. ამ სხურევის მე როგორ სწავლობ ახალი ზარების გაჩენას როცა იმსხრევით მტივნეულია აქ ინტონაცია მტივნეულია სული მინაწილეობს აქ შეცდომა მონაწილეობს უნდა იყოს მონაწილეობს თვალებში ნაპერწკალი ჩნდება ეს შესამჩნევია შეიძლება მეზობელმა დამინახოს შეიძლება ეს კუჩაში ყველგან თვალწინ დაგემართოს წიმაშიც ეს უეჭველი ნაღდი ეს აი ადამიანის დაწერილია ნაღდია უეჭველი გონდი თან რატო იცი AI ვერ მოვიფიქრებ სხვანაირი ფორმით და AI დაწერა ვოსტროპს უეჭველი მის სიყვარული გულში მინთია წაქცეულის ფეხზე წამოყენება ჩემი ვალი და ჩემი გზა იმედი არასოდეს არ დაშლება აი რა ეს პოეტმა დაწერა და მე პოეზიას აღარ ცნობ საერთოდ ჩვენ წინააღმდეგები ვართ AI-ა კი ბატონო პირველი გამოვიცანი პირველი გამოიცანი ერთი პირველი ვერ ყველა არ გამოგიცნია პირველი ვერ გამოვიცანი კუჩის კუთხეში ზის უმწევო პატარა მობუზლ სამოსი ძლივს აცვია შიმშილისაგან ნეკნები მოუჩანს სუსხი ძვალ რბილში მწარედ ჩაზჟომია შიმშილში დრო ნელა გადის მაძღრები სწრაფად დადიან თვალებში დარდი და სევდა ჩამოსდგომია ამ პატარა გულში დიდი ნაღველია და ეს ტკივილი ობლობის ნაყოფია ეს ანუ ბიჭო ხო მოკლედ შენ რაც მე პირიქით ვიტყვი რა მაშინ რა იმიტომ რომ ისი აზრი არ აქვს აბა ნიჩია ყველგან დავდება მე ეს გონია კაი 1 2 3 ეს AI-ის დაწერილი არის რა აზრი ხო ეთერა თუ ვიტყოდით ახლა მაინც ჯობდა გამერისკა და არა ნუ გავდა რა აშკარად კაი შემდეგი ბოლო არის ო ესა ბოლო უი აბა რატო ისვქენი არაფერი ბოლო აქვს და ყველაფერი წინ არის ეხა მე არაფერი ყველაფერზე მეტი არის რადგან წვეთებს დანაკარგით ვაფასებთ მომენატრა ღამით შენში ხეტიალი და ლექსიდან გამორტყმული ნაფაზი აუ რა არის ეს არაფერი ყველაფერზე მე მესამე გონია რომ ვიღაცა кайფში წერა აზრი არ აქვს მაინც დავაგე და იგივე სავწექო ეს ლექსია მე მგონი სწორი ეს სწორია არა ეს კლასიკა ბიჭო მომენატრა ანუ ეს ერთადერთი ნორმალური ლექსი იყო რა რაზერსკი ვისია ერთი ნორმალური ლექსი ნახე აბა რა ხამით შენში ხეტიალი ეხა ის კი არ არის შეჩემე რითი ხეტიალი გააჩნია კანტონეთ ხეტიალი ყველა ვიდეოში გვაქვს ესეთი რუბრიკა რომ კომენტარებში რაღაც კითხვას ვსვამთ პოდკასტის დროს და კომენტარებში გვიწერენ პასუხებს და მინიმუმ 3 გამარჯვებულს ვარჩევთ ხოლმე და გასაჩუქრად გადავცემთ ასევე როგორც სტუმარს ლუდვისას და ბა მეც გადავამცემთ რამეს კი ლუდვისას და ბავარიას კომბინირებულ ნაკრებებს აი ორივე მოკლედ გემრიელთ მირთვით იმედია მოგეწონა ჩვენი ჩიფსი პირველ რიგში მაგას გეუბნები რა თქმა თქვენი რა სწორი პოდკასტი მომეწონა კი ბატონო ჩიფსის მომეწონა დააჩენეთ ვალი რო ჩაგვირთო წინა ვიდეოს გამარჯვებულად ალკოსფერომას გადმოგცა ეს არის რომი ანგოსტურა ძალიან კარგი რომ დიდი მადლობა კი ბატონო გემრიელთ ამათ ლოკაციები ჩამიგდი აუცილებლად კი ნამდვილად წინა ვიდეოში ქონდა თემა რომ მოიფიქრეთ ყველაზე სასაცილო ფობია ანუ მოიფიქრეთ ფობია და რომელიც ყველაზე სასაცილო ან საინტერესო იქნება მას გადაეცემა ლუდვისას და ბავარიას კომბინირებული ნაკრები ანუ არ არსებული შეიძლება და მოფიქრებული იყო რამე ისეთი კი არა ხო არ არსებული უნდა ყოფილიყო რეალურად ხო ეს რა არის კავიაფობია ფილმებში ფულის გადახდის შიში ძალიან კარგი ართა ნახე ზამაგარი რამეა იცი ფილმების შიში კი არა ფილმში ფულის გადახდის შიში აუ ეს რა საინტერესო მე დავარქმევდი მაგას უფრო ამპიროტოფობიას ანუ პირატობა ხო ნიშნავს როდესაც ფილმს არა მაგრამ ამას მარტო პირატული ფილმების არ ეშინია უბრალოდ ფულის ხო და ამპიროტოფობია ანუ ხო მე გადმომეცემა ლუდვისას და ბავარიას ნაკრები არ მაინტერესებს პირატოფილია ფილია მაგრამ ამპიროტოფობია ესე ხო გავიგე ხო მივიდოვარ რა იგივე პირატოფილია Netflix-ი რო ანუ ტიპს უყარს პირატული ფილმები რო ფული არ გადაიხადოს ხვდები ხო მაგაზია ნამდვილად შესაბამისად ნუ კავიაფობია ხო
გიორგი მალანია. გამოფხიზლების ფობია. ანუ ლოთი კი არ არის. ხო, მაგრამ ფობია. სახელი რამე ხომ უნდა დავარქოთ რამე. გამოფხიზლების ფობია. ლათინურად როგორ არის გამოფხიზლება? ექსიტოფობია. ექსიტოფობია, აგერ მშვენიერი. გამოცდილება, ხო, ექსიტოფობია. არ უნდა რომ ექსიტო დაიმართოს და სხვა. თორე ლოთი კი არ არის. მაგას არ მომბობდი მეც კაცო. ო, ეგ ჩვენ ეგვიძე, ეგ კიდე სხვა კი არ არის. ექსიტოფობია გვაქვს, ეს რა არის? კოტე ეკწევს. აუ, ეს მე ვერ გავიგე. თავისუფლების მოედანოფობია, ლესგინკის ყურების შიში. მე ვერ გავიგე. არა, მოედნოფობია კი არ უნდა ყოფილიყო, თავისუფლების მეტროფობია. ხო. თავისუფლების მეტროსთან ხო, ოპერამე ხოლმე ლესგინკა. ლესგინკაც იყო ვიცი, მაგრამ ხო და თავისუფლების მეტროსთან ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ მუსიკას ჩართავშენია და ცეკვავენ ოღონდ ლესგინკა ხო ისედაც უცნაური ცეკვა არის რა. ლეკურია ლესგინკა იგივე. ესენი აკეთე და და კაი ცეკვა არის და იქ ვაფშე კატასტროფები ხდება ხოლმე კიდე. ხანია თავისუფლების მოედანზე არ ყოფილი. არც მოგახონეს. რა ხდება რა. ეხა მიდუღერიც გადაკეტილია შენი ჭირიმე რა გია. ეხა მანდაც გადაკეტილია, მაგამდეც გადაკეტილია. თავისუფლების მოედნამდე. თავისუფლების მოედანი გახსნილია? ფილარმონია. ანუ ვეღარ ცეკვავენ. არა, ვერა. არის ახლა. არ ვიცი, ბორდიური თუ იქ თუ ვინც სამუშაო პროცესებში ჩართულია, ისინი ატრაკებენ. მაგალითად, სტამბაში გვაქვს, ხო იცი, სედანდას ოფისი. სტამბაში ტროტუარებიც აყარეს. ხო, იმ დროს მოპედით ჩავარ და ვიღაც გოგო იმაში. მაგებში, იმიტომ რომ ტროტუარზეც ვერ მიდიხარ, ანუ იმინების დასწავლი გააკეთეს. მე გამოუჩვენე ეს არის დღეს ხე რომ ჩამოვიარე. მე მან ცხოვრობ ბავშვი კაბაძეებზე რა, ზემოთ და რო გამოვიარე ელბაქიზეზე სანამ ჩამოვედი, იმას გავხედე უბრალოდ და ხინკლის სახლი ხო არის მანდის, არამიანცის რაც იყო შენობა და ისეთი სასაცილო ხიდი აქვს გაკეთებული, შეიძლება მოწყდე პროსტო სურათი როგორ არ გადავღებთ. ერთი ფიცარი? ხით აქვს გაკეთებული, ხო, ეს ფიცრო და მოაჯირებით, აი ჩავარდე, ხო? აბა ბოლო გამარჯვებული დღეისათვის. ლევან დაუშვიდა. აკო იმისას ჩაჯმის ფობია არ შემიძლია. ლევან არ დაგეთანხმო, ეგ შიში ალბათ ყველა ადამიანს ჭირს ზოგადად. თავარია მაგ დროს იმის შიში, თორე უბრალოდ იმის შიში არ ითვლება. დეფეკაციის შიში. დეფეკაცია. მარტო დეფეკაცია არ თელი მუღამი არის რომ ისე ისე არა. დეფეკა გავიგეთ, დეფეკა გავიგეთ და ეხა გაყვება როგორ არის? ესე ფლატუს დეფეკა ფობია. ფლატუს დეფეკა ფობია, კი ბატონო. შესანიშნავი გამოდის. ფლატუს დეფეკა ფობია. პედერე დეფეკარე. ნუ ეს რაღაცა იტალიურად ჟღერს. პირველ რიგში მინდა გითხრათ, ვინც იყავით გამარჯვებულები, მოიწერეთ ლუდისას Facebook გვერდზე, სადაც გეტყვიან სად და როგორ შეგიძლიათ მიიღოთ თქვენი პრიზი და დღევანდელ გადაცემაში იქნება თემა, რა ვიცი, თუ არ მოგეწონათ ჩემი შედასვი. გაწოცხლებულის თემას გავს, მაგრამ რა არ უნდა თქვას კომენტატორმა? ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება თქვას კომენტატორმა ნებისმიერი სპორტის რა არ უნდა თქვას კომენტატორმა? საინტერესო, მეც მაინტერესებს, აუცილებლად ნახავ პასუხებს. შეშერები დაწერე. ვალენტინა შეეჩეროს აიცა. ხო. მეგობრებო, დღეისათვის კი არა, დღევანდელი პოდკასტი დასრულს მიუახლოვ და სანამ დავასრულებთ, მანამდე მადლობა უნდა უთხრა ჩვენს მაყურებელს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ასევე ჩვენს წამდგეს ლუდისას, ჩვენს მეგობარ ლუდ ბავარიას და რა თქმა უნდა, ალკოსფეროს. რა თქმა უნდა, ჩვენს სტუმარსაც, ლადო, დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად იყავით, ძალიან სახალისო და მაგარი გადაცემა გამოვიდა ჩემი აზრით. და გუნდიშაც დამეთანხმება ამ ყველაფერში. დამეთანხმე გიორგი. არა, მე ვარ. და სანამ დავასრულებთ, ლადო, ეგეთი ტრადიცია გვაქვს, ბოლო სადღეგრძელოს ჩვენი სტუმარი ამბობს ყოველთვის. ბიჭო, ეს ნამიოს ცოტა მძიმე და სალევია. ის შეგვიძლია ეგეთი ამბავი, მაგრამ დამიოსა, გემოზე მომეწონა. ანუ ვიდეო რო დაიდება და ვიდეო რო დაიწერება ზუსტად შუაში. ხო. გაგდაბადების დღე ეგრე გამოდის. ხო, 4 შაბათს. მაშინ მოდი ასე ვთქვათ, YouTube-ია, ჩვენც რაღაცა კოლეგები ვართ რაღაცა, სხვათა შორის გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი. აუცილებლად. YouTube-ი კარგია, ხალისობთ, მაგრამ სულ ახალ აგვისტოს მოვლენები 2008 წლის გავიხსენეთ. კი ბატონო. და ყველა იმ ადამიანს გავუმარჯოს იქ სადაც არის, ვინც ჩვენი ქვეყნისთვის იბრძოლა და თავი დადო და სხვათა შორის რამოდენიმე დღეში არ დაგვავიწყეს დიდგორობაც იყო, იმის მერე რამოდენიმე დღეში დიდგორობაც იყო და თან სიმბოლურია. და იქაც ვინც
თავი გასწირა, მათი ხსოვნა უნდა იყოს და საბოლოო ჯამში 8 აგვისტოს დაწყებული საქმე დამთავრებული იყოს ისე, როგორც დიდგორობა დამთავრდა. კი ბატონო. გამომარჯოს. გაუმარჯოს. ყველა გმირს გამომარჯოს.